ამელკა, ადექი, ახლავე. რატომ? ჯერ დილის 7 საათია. ზუსტად, კარგი დროა სახლის დასუფთავების დასაწყებად. დასუფთავება შეგიძლია გამოგვიძო, როცა ყველაფერი დასრულდება. კარგი რა, ასე არ გამოვა, შეხომ ხელშეკრულებას მოაწერე ხელი. რაზე ლაპარაკობ? მე ამელკა კარამელკა გადავხდი კიტის $1000 თუ ის სახლს დაასუფთავებს. ჰეი, მე ვთქვი $10 და არა 1000. მართალია, დიახ, მე დავამატე ამდენი ნული. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, სანამ მე მუშაობ, შენ სხვაგან მოგიწევს ცხოვრება. მოიცადე, პარკის შადაგების დრო მაინც მომეცი. უკვე ყველაფერი ჩავალაგე. არიღე ახლა და ჩხარა წადი. რა კარგი დილა გამითენდა. ადრე გაგიხვიძია. გაიღვიძე, მე დასაძინებლადაც კი არ წავსულვარ. მე მეგონა კიტიმ შეძგა გაღვიძა. გინდა ერთად ვითამაშოთ? არ ვიცი, ისევ მეძინება. კარგი რა, თამაში გამოგაფხიზლებს. კარგი. ვერ გავიგე? ასაკეთებთ აქ? ჩვენ თამაშობთ კონსოლზე, რა იყო? მე გითხარით რომ თელ სახს ვსუფთავებ, რაც იმას ნიშნავს რომ აქ არ უნდა იყოთ. უნდა წახვიდეთ. ჩვენ წასვლა არ გვინდა. არჩევანი არ გაქვთ, გადით გარეთ ახლავე. სწრაფად. და რა უნდა ვქნათ ახლა? ჩვენ კუჩაში არ ვიცხოვრეთ. ხო, აქ ცხელა. მაშინ ვერანდაზე ცხოვრება შეგიძლიათ. ვერანდაზე? ხო, და ამ ჩანთაში არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ორი ბოთლი წყალი და ორი სენდვიჩი. გვეხუმრები? ნახევარი დღისთვის ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის, ჩვენ მეტი პროდუქტები კარგი, დაგვჭირდება. მითხარით რა გჭირდებათ და მე მოგიტანთ. შენ გჭირდება 4 ლიტრი წყალი, 1 კილო საკვები, ან საცმელი და პლანშეტი. მოიცა. მოდი ხანაერად მოვიქცეთ. მე გაზევთ 5 წუთს, რომ თავად შეაგროვოთ ყველა საჭირო ნივთი. ხო, ეს ბევრად უკეთესია. მაგრამ არის ერთი რამე. დაიმახსოვრეთ 24 საათის განმავლობაში სახლში ვეღარ დაბრუნდებით. და რატომ? თუ ხელს შემისვლით, მე ყველაფერს დროზე ვერ დავამთავრებ და უფრო დიდ ხანს მოგიწევთ გარეთ ყოფნა. აქ დიდი ხანი იქნებით. საჭმელი აიღე, მე დანარჩენ რაღაცეებს შევაგროვებ. კარგი. ვინაიდან გარეთ ვიცხოვრეთ, მნიშვნელოვანი იქნება ჰიგიენის მონიტორინგი. თან წავიღებ კბილის პასტას, კბილის ჯაგრის, საპონს, ტუალეტის ქაღალდს, საავარცხელს და პირსახოთს. გამოსაცვლელი ტანსაცმელის დაგჭირდება. შორტები, სასურავო კოსტიუმი. კარგი, რამდენიმე თამაშს ავიღებ, რომ არ მოგწყინდეს. აი ეს. სიმართლე თუ მოქმედება? და კიდევ ეს. ასევე ავიღებ პლანშეტს YouTube-ის საყურებლად. ფოტოშორის სად არის დამტენი? ხო, აი აქ არის. დრო გავიდა. ახლავე გადით გარეთ. ჯენა დამისულებია. 5 წუთი მოგეცით და გავიდა. მაგრამ დამტენი შენს უკან არის. ხვალ გნახავთ, სასიამოვნო დღეს გისურვებთ. შევაგროვებ ყველაფერი, რაც შემეძლო. მოდი ვერანდას გადავხედოთ. ისე აქ არ არის ცუდი. ჩვენ უბრალოდ უნდა დავამატოთ რამდენიმე რამ. რას აკეთებ? ოთახს ისე ვაწყობ, რომ კომფორტული იყოს. სად არის კონსოლი და ტელევიზორი? ისინი სახლში დავტოვე. მე მეგონა მათ წამოიღებდი და არა ამ სისულელეებს. ეს სისულელე კი არა, აუცილებელი რამეებია. გოგოების სისულელეები. ჯობია მაჩვენო როგორი საჭმელი წამოიღე. მე ავიღე ეს. ეს. და ეს. ჩიფსები და თხილი? სად არის ნორმალური საკვები? ეს საუკეთესო საკვებია. იცი რამდენი კალორიაა? 24 საათის განმავლობაში ისინი საკმარისია. ხო, თამას შევჭამთ. მომდევნო 24 საათს საავადმყოფოში გავატარებთ. თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. მე მეტი შემხვდება. მაშინ მე პლანშეტს არ მოგცემ. აიღე პლანშეტი? ო, მე ავიღე პლანშეტი. სხვათა შორის მასზე შენი საყვარელი თამაშებია. თუ
თუ სხვა საჭმელს მოვიტან მათხოვებ? საიდან მოიტან? შიგნით შევალ და მასივრიდან გამოვიღებ კიკიმ საჭმელს. სახლში შესვლა აგვიგზავნა. მოიცა რა, ის ვერაფერს გაიგებს. არა, ძალიან სალისკოა, ჯობია მაღაზიაში წახვიდე და საჭმელი იყიდო. მაღაზიამდე დიდი გზაა. ლეო, შენ ველოსიპედი გაქვს, ველოსიპედით წადი. კარგი, მხოლოდ პლანშეტისთვის. და მე ვერადას მოწყობას გავაგრძელებ. სად მიდიხარ? მე გარეთ არ გიშვებთ. მაღაზიაში უნდა წავიდე. ვერ წახვალ. მეგობე, ახლა შევღებე. თუ ჭიშკარზე თიც დაადებ, საქმე ცუდად გექნება. ხო, მაგრამ უნდა გავიდე. მე გითხარი რომ გარეთ გავსვლა არ შეიძლება. ასე რომ არჩევანი არ მაქვს. სამზარეულო დავამთავრე. ახლა აბაზანის გაწმენდის დროა. ნორმალური საკვები, ხო? კარგი, იმედი მაქვს რომ ეს წავა. კიტი ვერც კი შემამჩნევს, რომ აქ ვიყავი. მე ხომ ეს ახლახან დავასუფთავე. ამელკა! მე დავბრუნდი. სწრაფი ხარ, მაჩვენე რა იყიდე. ვა, ყველაფერი ისია, როგორც მე მოვწონს. სხვათა შორის საიდან იცოდი, რომ მე ეს კონკრეტული იოგურტი მიყვარს? ხო, შენც მაცივარში ვნახე. გეგონა ვერაფერს გავარკვევი ამელკა? რაზე ლაპარაკობ? შენ ეს დაღვარე. როცა სახლში იყავი. სახლში არ შემსულარ მართლა? აბა საიდან მოიტანე ეს საჭმელი? ძეხვის, გუშონი, იოგურტი. ლეო, მისინი მაღაზიაში იყიდა. ასე არ არის, ლეო? ხო, მართალია. კეჩუპის მაგიდიდან მოშორებას 1 საათი მოუნდები. გესმით ეს რას ნიშნავს? არ მესმის. რასტა? აქ 1 საათით მეთხას მოგიწევ ჯდომა. მე გითხარი რომ სახლში არ შესულიყავი. არჩევანი არ მქონდა, კიტი მაღაზიაში არ მიშვებდა. შენს გამო ახლა 24 საათი კი არა, 25 საათი ვიჯდებით. რა მოხდა მერე? ეს მხოლოდ 1 საათია. ეს ჯერჯერობით დარწმუნებული ვარ, სხვა რამესაც გააკეთებ. მაგრამ ახლა საჭმელი გვაქვს. მაგრამ წყარი არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია რომ ინტერნეტით გამოვიძახოთ. ზუსტად, მოდი კოლა გამოვიძახოთ. კარგი. უცნაურია. ინტერნეტი არ მუშაობს. ხო, ალბათ კიტიმ დასუფთავების დროს გათიშა. მაშინ სხვა გეგ მოგჭირდება. მოდი ჩაკს დაურეკავ რომ კოლა მოგვიტანოს. კარგი, დასარეკად ინტერნეტი საჭირო არ არის. გამარჯობა ჩაკ. შენი დახმარება გჭირდება. კარგი. სად არის ამდეხას? დიახ, ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც ის კურიერის სამსახურიდან გაათავისუფლეს. გესმის? გონი მოვიდა. კოშმარია, შეკვეთის მოტანა ასე არ შეიძლება. ხო, ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ის გაათავისუფლეს. ნახოთ როგორია ჩვენი კოლა. ხო, ქილის არ უნდა შეგვეკვეთა. არც ისე ცუდია. რატომ არის აქ მხოლოდ ერთი? ჩვენ 1.5 შევუკვეთეთ. ალბათ ეს მესამე მიზეზია, რის გამოც ჩაკი გაათავისუფლეს. კარგი, ფულს მაინც დავზოგავთ. ამელკა, შემიძლია პლანშეტის აღება? აიღე სულ ცოტა ხნით. კარგი. მე უნდა დავწერო ყოველდღიური რუტინა. რატომ? ყველაფრის გასაკეთებლად დრო რომ მქონდეს. ასე რომ საუზმე, სპორტი, ინგლისურის გაკვეთილები, გართობა, გასეირნება. სულ ესაა.
ჰეი, შენც გინდა დღის განრიგი? კარგი. კარგი. აბა უნდა ხოც. საჭმელი, გართობა, საჭმელი, გართობა, საჭმელი. ეს სისულელია და არა გრაფიკი. და ჩემი აზრით ეს საუკეთესო ყოველდღიური რუტინაა. ო, შენ ზარმაცი ხარ. ზაფხულია, შვებულებაა, დასვენება გჭირდება. კარგი, საუზმით დავიწყებ. სად არის ჩემი საყვარელი იოგურტი? გემრიელი სუნი ასდის. თუ გინდა შემიძლია გაგიყო. მინდა. აიღე. რაღაც აკლია. აუ, როგორ შეიძლება დამარილებული თხილის დამატება ტკბილი იოგურტში? რა, ჩემი აზრით გემრიელია. შენ ტყუილად გააფუჭე ეს პროდუქტები. შემიძლია ვჭამა როგორც მინდა. გინდა სადო? არა, მადლობა, ვარჯიშების გაკეთება მერჩევნია. არასწორად აკეთებ, ფეხი არ უნდა მოხარო. საიდან იცი, შენ ანასოს გაიკეთებია მე ვარჯიშები. ამას ყოველდღე ვაკეთებ, შენ უბრალოდ ვერ ხედავ. კარგი, ჩუმად, ვმედიტირებ. რატომ? შენ ვიგე კითხება. მედიტაცია სისულელეა, არ მუშაობს. მუშაობს, შენ უბრალოდ არ იცი მედიტაცია. და მე ვამბობ, რომ არ მუშაობს. ჩუმად, არ შემაწუხო. არ იხმაურო. არ შემიძლია, მე ვჭამ. ჯანდაბა, არასწორი იარაღი ავიღე. ნეტა ახლა ბლასტერი მქონოდა. პიუ, პიუ, პიუ. აბა, როგორ? მოკალი. კარგი რა, ისევ, ეს არ არის სამართლიანი. კიდევ ერთხელ და ამ სულელურ თამაშს წავშლი. საკმარისია, ძალიან ვაწუხებ. ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს თამაშია. მაშინ მომეცი პლანშეტი ინგლისური ენის გაკვეთილზე უნდა შევიდე. აუ, როგორ შეგიძლია ზაფხულში სწავლა? შენ უბრალოდ ზარმაცი ხარ და მე მინდა ვისწავლო ინგლისური. ჰეი, ჰეი, მთელი ბატარია დაიცალა. მერე რა, დამტენი შეაერთე. დამტედი არ წამომიღია, კითი მგავომაგდო. მაშინ აქ დამელოდე, შიგნით შევალ და ვიპოვი. არა, ერთხელ უკვე წახვედი. მეორედ ვერ დამიჭერს. მართლა? არა, აქ დარჩი, მე თვითონ წავალ. აუცილებლად დაგიჭერენ. არა, ვერ დამიჭერენ. გსურს ფსონის დადება? რისთვის? თუ შეუჩნევლად შეხვალ სახლში, მაშინ ყველა პეპსი შენი იქნება. თანახმავარ. კარგი, აქ დავონთავრე. მეორე სართულზე ავდივარ. კარგი. კიტი აქ არ არის, ეს ჩემი შანსია. ო, აი აქა. ო, რას აკეთებ აქ? უბრალოდ დამტენის სასახებად მოვედი. კითხარი სახლში ვერ შემოხვალ მეთქი. კარგი რა, მხოლოდ ერთი წამი იყო. წამი საკმარისი იყო ნაგვის დასაყრელად. არ არის მართალი, აქ სუფთა. მარწმუნებული ხარ და რა არის ეს? სად? ხალიშაზე ყვალი დატოვე. ეს მე არ მიქნია. მაჩვენე ფეხსაცმელი. ო, შენ გააკეთე, იცი რას ნიშნავს ეს? ისე უნდა დაასუფთავო? მართალია. დიახ, თქვენ უნდა კიდე 2 საათს გავატარებთ ვერანდაზე. ახლა წადი აქედან. როგორ ჩაიარა? ცუდად, იატაკი დავაბინძურე და კიდე გაგიჟდა. ვიცოდი რომ დაგიჭერდა, ასე რომ პეპსი ჩემია. კარგი, მაგრამ ჯერ ფული დამიბრუნე. რომელი ფული? მაღაზიისთვის რომ მოგეცი. მე არ მაქვს ფული. როგორ? არსად არ წასულხარ? ჩაკს გადაუხადე შეკვეთის მოსატანად. ჩემი ფულით? არ გაბრაზდე, გინდა პეპსი მოგცე? მინდა. ახლა ინგლისური სწავლაში ხელი არ შემიშალო. სასეირნოდ მივდივარ, არ მინდა მთელი დღე აქ ვიჯდე. ნეტა კონსოლი მაინც გქონდეს.
ეს ჩემი შანსია. გასაღებითაა ჩაკეტილი, მაგრამ მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. და აი სათადარიგო გასაღები. ამჯერად ნამდვილად ვერ დამიჭერენ. ჰეი ამელკა, ნახე რა მაქვს? სათიშოვე კონსოლი? სახლში. გაგიჟდი, ახლა კიტი ისევ დაგვრჩის. ხო, ვერ დაგვრჩის, არ დავუნახივარ. მან შენ ვერ შეკამსია, მაგრამ კონსოლის დაკარგვა შეამჩნევს. ჰეი, მადლობა უნდა თქვა. ახლა რაღაცას მაინც გავაკეთებთ. მართლა და საჭია ერთებ? ხო, ამაზე არ მიფიქრია. ბიჭები საერთოდ არ ფიქრობთ ხოლმე. იცი რა, აღარ მინდა შენთან ერთად ვერანდაზე ცხოვრება. მაშინ იპოვე შენთვის სხვა ადგილი. არა, შენ იპოვე. ეს ჩემი სახლია, არსად არ წავალ. მაშინ გავიყოთ. კარგი, როგორ? აი ნახავ. რასაკეთებ? ნიუთები, რომელზეც ნარინჯისფერი სტიკერია, მე მეკუთვნის. ეს არის ნახევარი ნიუთები ჩემი სახლიდან. შენ შეგიძლია ესენი 24 საათის განმავლობაში გქონდეს. ასე არ გამოვა, მოდი ეს ადგილი სხვანაირად გავყოთ. როგორ? საზღვარს გავაკეთებ. რა საზღვარს? ეს შენი ნახევარია. ეს ჩემი ნახევარია. არ არის სამართლიანი, შენი ნახევარი უფრო ნუ დიდია. იგონებ, ისინი ერთნაირია. ხედავ რომ უფრო დიდია და მაინც მე ნახევარი დივნით მინდა. კარგი, გაჩერდი, მე ვიჯექი პირველი მასე. მომეცი დივანი და კონსოლიც ჩემია. ახმაურია, აქ თქვენი ხმა მთელ სახლში ისმის. ამელკა მაწუხებს. მეს ლეოს ბრალია, უპოვე მას სხვა ადგილი. ჩხუბის ნაცვლად ჯობია სხვა რამით დაკავდეთ. დამეხმარეთ ეზოს მოწესრიგებაში. წარმოდით და დამეხმარეთ. რატომ უნდა დაგეხმაროთ? გინდათ სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეთ, არა? გვინდა. ასე რომ დამეხმარეთ ბაღის მოწესრიგებაში. კარგი, მე და დაგეხმარები. მე არა, სიცხეში სიარული არ მინდა. აბა დაჯექი აქ. სახლში რომ დაბრუნდები, ვერანდაზე ისხოვრებ. კარგი, ამასაც ვნახავთ. ბაღის ვოლა ბევრად უკეთესია, ვიდრე ლეოსთან ერთად ვერანდაზე ჯდომა. ახლა ამელკა რომ წავიდა, ეს ვერანდა ჩემი გახდება. ახლა ჩემი ნებართვის გარეშე აქ არავინ არ შემოვა. ასე ბევრად უკეთესია, ახლა შემიძლია დავისვენო. ჰეი, რა ხდება? ეს ახლა ჩემი ვერანდაა, აქ არ შეგიშვებ. რატომ ასე უცებ? ეს ჩემი სახლის ვერანდაა. აღარ, სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვე. კარგი, არა უშავს, მე მექნება ადგილი, რომლითაც ლეოს შეშურდება. აქ უფრო უკეთესია ვიდრე ვერანდაზე, იმიტომ რომ აქ მომაბეზრებელი ლეო არ არის. ამელკას გარეშე აქ ბევრად უკეთესია. მე შემიძლია გავაკეთო ის, რაც მინდა. მისი ყოველდღიური რუტინა აქ არ არის საჭირო. აქ ცხელა, ვენტილატორს ჩავრთავ. ჰეი, რატომ არ მუშაობს? გაფუჭდა? კარგი რა, ჩაირთოს. ძალიან ცხელა. ცივი სასმლის დალევა მინდა. ცივი სასმელიც ხელდღეს ნამდვილად გჭირდება. ამელკა მართლაც კარგად დასახლდა, მეც მინდა შეზლონგზე დაწოლა. მართალი გითხრათ, აქ ამელკას გარეშე მოწყენილობა და მარტოობაა. ვეცდები მოდიში მოვიხადო. რა გინდა? დაიღალე ვერანდაზე ჯდომით? ბოდიშის მოხდა მინდოდა, აი ეს შენთვისაა. ყვავილები ჩემი სახლიდან? ესენი ვერანდაზე დავალაგე. სხვა ვერ ვიპოვე. კარგი, პატიო. მართლა, ახლა ვერანდაზე ბრუნდები? მე დავბრუნდები, მაგრამ ჯერ გარაჟის გასაღები უნდა ვიპოვო. რატომ გჭირდება გარაჟი? შიგნით არის ბევრი რამ, რაც გამოგვადგება ვერანდაზე. სად არის გასაღები? კიდე მას სახლში მალავს, ასე რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ისი. აი აქ არის. კარგი, მე ავიღებ.
კარი დაკეტილია და გასაღები არ არის. რა უნდა გავაკეთო? ეს არის ჩემი შანსი, შიგნით შევიდე. დიახ, აი აქ არის გასაღები. სხვა გასასვლელის მოძებნა მომიწევს. გამარჯობა, ალის რადიშ. გამარჯობა, როგორ ხარ? ახლა გასაგებია, რატომ სჭირდება კიტის ამდენი დრო დასუფთავებისთვის. მუშაობის ნაცვლად მეგობრებს ესაუბრება. კი, მალე მოვალ ადგილი და მიკავე. როგორ უნდა გადავიტანო მისი ყურადღება? კარგი. ო, მოიცადე ალისა, რაღაც უნდა შევამოწმო. აქ დაკეტილია, ჩაკეტილია. შენი არ მესმის, არა? ბარის დახზეა. ბარის დახზე? გავიგე. ნახვამდის. ჰო, კი, მე მალე მოვა. კარგი, აბა, კარგად. კარგი, გამოვიდა? დიახ, მე მაქვს გასაღები და კიტი ვერაფერი შეავჩნია. მაგარია და ახლა რა? აიღე გასაღები და მოიტანე ნივთები გარაჟიდან და მე მოვაწყო ვერანდას. კარგი. მაშა ამელკა, მაჩვენე რა მოაწყვე აქ. ნება მომეცი გაჩვენო, გამომყევი. აქ გვექნება სახლის კინოთეატრი. ეს პროექტორია? ხო, ფილმებს ჩავრთავთ, ჩვენ კი ბალიშებზე დავსხდებით და ხილს შევჭამთ. იქნებ ხილი და ჩიფსი ჯობია? შეწყვიტე მაგეების ჭამა, ხილის ჭამა კარგი, ჯობია. გეთანხმები და რის ყურებას ვაპირებთ? მოიცადე, ეს ყველაფერი არ არის, გამომყევი. ეს არის ტელესკოპი. როცა დამნელდება, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ შეგვიძლია მათი ყურება დღის განმავლობაში? ზეს თუ შეხედავ, შენ დავრმოვდები. ჩემი თვალი, დავმოვდი. ოღონდ ეს არა, მოითმინე, ექიმს დაურეკავ. დაიჯერა. არ არის სასაცილო. ჩემთვის სასაცილოა. სულელო. მაჩვენე კიდევ რა არის? ჩვენი ძველი ვიდეო კამერა ვიპოვე. ვა, ამით შენი პირველი YouTube-ის ვიდეო ჩაწერე? ხო, მე გთავაზობ კიდევ ერთი რამ ჩავწეროთ. რა ჩავწეროთ? დავარქვათ მას 24 საათი ვერანდაზე. მაგარია, მომეცი კამერა, ჩაგწერ. 3, 2, 1 დაიწყო. გამარჯობა ყველას, ამელკა კარამელკა თქვენთანაა და დღეს ახალ ვიდეოს ვიღებთ. ბავშვებო, კარგი აბავი მაქვს თქვენთვის. კიტი, შენ გააფუჭე ჩვენი გადაღება. ადრე დავამთავრე დასუფთავება და ახლა შეგიძლიათ სახლში შეხვიდეთ. წადით. მადლობ, მაგრამ ჩვენ უკვე დავსახდით აქ. დიახ, ჩვენ გვინდა მთელი 24 საათი ვერანდაზე გავატაროთ. და ახალი ვიდეო გავაკეთოთ. შიშობ რომ ამას ვერ გააკეთებთ. რატომ? იმიტომ რომ ახლა აქ ვაპირებთ დასუფთავებას. რა? ასე რომ აიღეთ ახლა ყველა თქვენი ნივთი და წაიღეთ აქედან. მაგრამ ჩვენ ახლა მოვიტანეთ აქ. ჩემი პრობლემა არაა, თქვენ გაქვთ 5 წუთი აქედან წასასვლელად. სამწუხაროა რომ კიტიმ გამოგვაგდო. სახი წასვლის სურვილი საერთოდ არ მაქვს. ხო, ზაფხულში სახში ზდომა ძალიან მოსაწყენია. კარგი. მისმინე, მოდი აქ გავაგზავნოთ აუზთან. ზუსტად, ჩვენ ყველანივს აქ გადავიტან 24 საათს გავატარებთ აუზში. კარგი იდეა, მეგობრებო და თქვენ დალაიქეთ და გამოიწევეთ არხი. ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ნახვამდის ყველას.